ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ლაშქრობა ჩემს ცხოვრებაში, რაჭის უღრან ტყეებში. იქ სადაც დათვები ბინადრობენ და სხვათა შორის ერთი მათგანი დავაფიქსირე კიდეც. თევზაობა ნაკადულის კარმახზე, მისი დაჭერა და გაშვება და ეს საოცარი ემოციები, რასაც ეს პროცესი იძლევა. დარჩენა უღრან ტყეში მდინარის პირას, გემრიელობების მომზადება დათვების ტერიტორიაზე და უბრალოდ ამ საოცარი ბუნებით ტკბობა. გაუვალ, ეკლებით სავსე ტყეებში სიარული, საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან ლამაზი და ბედნიერად გასახსენებელი ლაშქრობა. მოკლედ მეგობრებო, ჩაუჯექით და გეუბნებით, რომ ეს ჩემს არხზე ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოა. არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wilds. ნახეთ ვინ დაგვიბრუნდა. დიდი ხნის შემდეგ. ნუკრი. ხო წერდით ან ნუკრითან ერთად გადაიღე, ხო და მე და ნუკრი დღეს ვაპირებთ ძალიან მაგარ რაღაცას. ისეთ რაღაცას, რაც მე პირადად არასდროს გამიკეთებია. ჩემს არხზე და საერთოდ ისეც. და კაი ხანი უნდა რომ გაეკეთებინა. კი. ახლა მივდივართ მთაში, საკმაოდ შორს. რა თქმა უნდა, ადგილს არ დავასახელებ, იმიტომ რომ სადაც ჩვენ მივდივართ არის მთის კალმახი. და არ გვინდა რომ არაკაც ბრაკონიერებს საქმე გაუმარტიოთ. ვინმე რაჭველი თუ იცნობთ მაგ ადგილს კომენტარებში არ დაწეროთ. დაწერთ და თქვენი კომენტარი ავტომატურად წაიშლება. ხო და ანკესით მივდივართ სათევზაოდ, არამით არა. ანკესით ყველანაირი წესების დაცვით, რასაც დავიჭერთ, გავუშვებთ. ამასთანავე საჭმელი ბევრი გვაქვს წამოღებული, საქონლის ხორცი, ხელბოსტნეული რამე და იარაღი ბევრი ტყვეებით, იმიტომ რომ ნუკრი როგორც მეუბნება, აქ რომ მოდიოდა ხოლმე სათევზაოდ, უთხარი და დათვები არიან ძალიან ბევრი, ღრიალიც გაგვიგიანა, ახალი გაკეთებული ნაკვალებიც ბევრი მინახია. ხო რა და მაგიტო ბევრი ტყვია გვაქვს წამოღებული, რომ ხამით გავისროლოთ ხოლმე. მაინც აშში არის. ხამით დავრჩებით. საერთოდ მურა დათვები აგრესიულები და ადამიანებს არ ერჩიან, მაგრამ მაინც ფიქრებს თავიარსტია. დაიცი რა ხდება. ხამით დავრჩებით, კარავს გავშლით. მერე გამთენიას ვითევზავართ, მოკლედ მეგობრებო, ჩაუჯექით და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. აბა დავიწყოთ. ნუკრი ნახეთ რა ეკალა გააძრო. რა მხელა. მოწყვიდე კიდე. კიდე არ ნედლი? კიდე ექნება აბა. არა. არა. აი ეს. კაია ნუკრი? კი. მაგარია. ერთი იმდენი შეხვდება. ეკალა არის მეგობრებო. საოცრება, ვისაც არ გაგისინჯავთ, უეჭველი გასინჯეთ რა, გააფრენთ. ჩვენი მაჩეტე ჩაერთო. საქვეში ბევრი მაყვალია. კაცი შვილი არ დადის და. აი მაჩეტე. აბა რა. ცოტა უნდა დაკეთო. აუ სუსველი ვარ მეგობრებო. აი რა არის? სუსველი ვარ. დაუქიანი. არა დღეს კაია მეგობრებო, შედარებით გრილი ამინდი გვაქვს. ო. არა, ინარს კიდას. ზანს ძვეიქნება, აგენახავთ. იქნება უეჭველი. კარგად მიაყრიბდი რასაც ასუნები. აჰა. ემანგრე. ლათოფი. მოგენა და ხალხო მუკრი. მივახან დინარის პირზე და წამე იგანძება მაკევორივით. აი დღეს შორტე ძველი ვიდეო თქვენ. ეგ ზუსტად. ემაზე მიდი ბიჭო, მიდი. ამ ლაშქრობაზე საკმაოდ მძიმე ჩანთით ვიყავი, იმიტომ რომ ბევრი რამ წავიღეთ თან. ამ შემთხვევაში ჩემი ჩანთა სადღაც 15+ კილოგრამს იწონიდა. თავისი იარაღით, ტყვიებით, საძლეტომით, კარვით, წყლით, საკვებით, უსადენო დამტენით, გადასაღები აღჭურვილობით და მოკლედ მთელი ამბებით. ვა დაგჭირდება. აჰა, გადადი. აბა კაი შიგრილია.
და მაგარ ადგილზე ვართ. მდინარის ხმაც ისმის. აუ, რაც ჩვენ ეკლებში ვიართ, მეგობრებო. რავი რა. ეს შეგაგონია წყალი შეუვა. ხო, ზევიდან გადაგივა. მაგდონეზე არ შევა. ოი რა კაია. ესეც ასე კემპშია. ახეთ უკვე დინარის ნაპირს მიუყვებით. დანუკრი? აგრებიოთ რა გალაქტიონია. ანდაც დავიკიდოთ რა დამისველდეს მეგობრებო, ჩავიდეს ზემოდან, თუ ჩავა. რისთვისაა ფეხი რომ უნდა დაგისველდეს, ხო? ხოთა შორის ჯერ არ მიგზნია წყალი. ნუკრი, საით წავიდე, აბა რას ვირჩე? ვინ დავის? ფინანს კარაგეთ მიყოდი რა. ანუ ისევ ეგრე. ესე ავაჭრია, ხო. აქეთ მეგობრებო, საერთოდ არ მოდის წყალი, აი საერთოდ არ მოდის და რატომ არის ეგრე? ნახავთ, კალაპოც ხო ხედავთ. წყალი არ არის, აი მაგას ნახავთ. ან ცუდი სასიარულოა. სინახე გითხრათ და ძალიან ძიმედ ვართ. ჯერ მარტო იარაღი ბევრი ტყვით. ბლომად საჭმელი. 2 კილო ხორცი. ჩემი დამტენი რამე რომე. წყალიც მაქვს. ასეთი გზისთვის ძალიან ძიმია. რო გითხრათ ზურგი მეტკინა დავიღალ და რაღაცა თქვა რა, მაგრამ აი აღმარც რომ მიდიხარ და ცოცხალ გვიწევს ბევრი ხშირად და უბრალოდ ეგეთ მომენტებს ვერ ვიღებ. ცოცხვის მომენტებს. ორივე ხელი გვჭირდება. ცოცხალ რომ გვიწევს უკან გეკაჩება და ცუდია. კალაპოც აღარ მიუყვებით, ცოტა გვერდზე გადმოვედით. შედარებით უკეთესია. აუ ხელა კლდეარი. აუ ანკესი. სულ გაწყდა მგონი. ხელა ხან მომიწევს გადაბმა. ქვემოთ არის ყველაზე ჩუმი ხეობა. ნუკრი ხსენებს გზას, მეგობრებო, უბრალოდ ძალიან ცუდი გზა არის. ხევის თავზე ვართ. არ არის კაი სასიარულო. ანუ გზა არ არის რა. აბა ნუკრი რა შვევით? ასე უნდა გადავდოთ. საით უნდა გადავძვრით? აი ამ ხეებთან და ეგრე მე ბილიკი ჩდება. ცუდია. ვიდეოში ვერ აღიქოთ როგორც ყოველთვის ვარა. აი დიდი შესავარდნია ჩვენს ქვემოთ. ხელს ვკიდებ აი ამას. აი ნუკრი მაქეთ. მეგობრებო და გადავა. დაუბრუნდით კალაპოტს. ნუკრი საიდან ახვედი? აი ესე? ხო. კაი. ძალიან ახლოს ვართ მეგობრებო. ძალიან ნუკრი გავვართეთ. თქვენს წინაშეა მიზეზი.
თუ რატომ არ იყო ქვემოთ წყალი. მთლიანი მოწყვეტილი მთა. უკრის თავზე ნახეთ რა კაი საბუნაგე ადგილია. მეგობრებო. უკრისთან ერთად რაც გამივლია სირთულით პირველ გზაზე დავაყენებ ამას. განა იმიტომ რომ ძალიან შორია ან რაღაცა. ძალიან ძიმე ბარგით ვართ და ძალიან ცუდ რაღაცებზე გვიწევს სიარული. ფიზიკურად მაგას ვერ ვიღებ რა. ორივე ხელი გჭირდება. დავცოცავთ, დავძვრებით რასაც ქვია. და პირადად მე რაც გამივლია სამეულში შევიყვანდი, ალბათ ყინორ წვერის მერე დავაყენებდი. ისეთი ცუდი გზა არის. ხევის თავზე ვართ ამოსულები. აი ეს ჩამოშლილი კლდე წინ ნახეთ რა ჩანს. ტბა. ჩაგუბებული ამის გამო. მოვედით მეგობრებო. კონი ცუდად ჩანო. აქეთ მაგარი ჩაბურულია. დაღლით არ დავღრევა, მაგრამ მკვდარივით ვარ, ისეთი რაღაცა ვათრიე რა, ისეთ ცუდ გზაზე. აქ უნდა გავშალოთ კარავი. აი აქ დაეწევა რა ზუსტად და ხა უკეპავ ხარ მინდა რა. ემში არის ალპს მაუნტენინგის კარავი გავშალეთ. ცოტა მოუხერხებელი ადგილია, მაგრამ რაც თავარია ზუსტად ორი კაცი კარგად დავეტევით. იგი აბა აცაბა მაგე ორივე. აია. გული გამოგესახაინა. შიგნიდანვე დავია. დიდი ნუკრი. რასია. არა ვიდეოში თქვი. ამოხდა? ხო. რა მაგარია. ვერ დაინახე? მე არა, მაგრამ კამერა მქონი დაინახა. დაინახა და უჯველი. ეს გადავაბიძულოს. უკრე ახლა კარაბის გავუკეთებს და ეს ვცადოთ ხო ჯერ? ხო. ჯერ უნდა ვცადოთ ეს მაჩუკა, მერაბიმ და ბაჩუ. Sorry. Aura la masia მეგობრებო. მეგობრებო, ნუკრი ზუსტად გასაშებად რო წავიდა დასახელად ის ამოხდა და ეგრევე გაიქცა რა. სამაგარია. აი სულ სხვა მოგამი ქონია რა. თან აი 100 ადგილას და თან კალმახი საოცრება არის.
ახლა გავაკეთებ მეგობრებო ვიტამინ ფაუერის კრეატინს ნუტრისაც გავასინჯებაგე წყალზე პრობლემა არ არის არა კამკამა ამჩრალე ხელი კოზე არ დავასვენო თვალით რო კრანებში რაც მოდის იმაზე სუფთა არის კი ონკანის წყალზე ბევრად სუფთაა ერთი კოზი უნდა ვქნა კი ერთი კოზი არის 5 გრამი კრეატინი ნუკრი და დღეში ორჯერ 5-5 ვიტამინ ფაუერის კრეატინი ადგილზეა. დღეს მეგობრებო ბიფ პროტეინი აღარ წამოვიღე. ისედაც საქონლის ხორცი გვაქვს 2 კილოვატრი ზურგით და აღარ მინდოდა. ის კი არ არის საყარეში რამე ხარო გაიგო. აბსოლუტურად ყველაფერი უგაცნდება მაშინ არის. ესიც რაღაცავე ვიგზე არ არის. თორე მაგებს შენაკეთებ ხო? ვაზენის ბუთლებს? ხო. ანუ ვაზენინს აიღებ, ბამბას აიღებ და ერთმანეთში ესე აზე. ვაზენის ეკიდება ხო? ო, მაგრამ თან კარგად იწვის, ნელა იწვის. უბრალოდ ეს შეშა ეხა ცოტა სველი და ხო, ნესტია აბა. ეცა? კი. ზეაქ არ უდგება არაფერი. ესე მაგ იმაზე ვიდეო ვქრვარ, ფებზე რო წავხონე მე. ხო. ხო, ეს არა, ეგ ბატა შეიძლება. კი, აბა დაგავიწყდა მე და შენ ხაზის ოყოროშე წვით. არა. რაღაცა ვიდეო შევხდა მაგაზე, რომ ისიც რა შეიჩავთ გუგლში მაიმანი. გახეთ ხო? გახეთ ხო. ეგ კი, ანუ გამართლებაზეა და თან ქვასაც გააჩნია. მე გამხეთქვია. ძივარ ესე ცეცხლთან გასკდა და ყურთან ჩამიწუილა ისე რომ აი თოფის გასროლის ის იყო და მიწუოდა ის ყური, არაფერი მესმოდა. აუ, რომ მოხვედრდა ეს. ხო და თვალში წამოდი რა, მაგრამ ამცდა ყურთან ჩამიარა. ფაში რა კი არა, ეგეთი საერთო იყო თავში რომ ხო, თავში საშიშია, კი, ყუიესავით არის. გავაკეთე. ხო, ბიჭო. ესეც შეშაუკე მთელი ერთულ მაგ მეგობრებო კარგა გახურდეს რომ ფეხები გავიშრო და ხორცი შევწვათ. აუ ხორცი კი 2 წლის ძროხის ხორციაო, კარგი ხორციაო მაღაზიაში როგორც გითხეს და ნახოთ აბა ნუკრი. მიდი ნუკრი წამოიღე. ნუკრი ეჯაჯგურება დიდ ტოტებს. კაი ცეცხლი გვაქვს. ნუკრი მესენი მიაყარა, კარგი არისო, აძლიერებსო. ცეცხლსო. მეგობრებო, აი ეს მილირო ჩანს. არ გეგონოთ რომ რაღაცა სოფელთან ახლოს ვართ ან რაღაცა რა. აი სერიოზულად მანქანა სოფლიდან დავტოვე დაახლოებით კილომეტრი ნახევარში ალბათ, შეიძლება მეტიც. იქიდან მე და ნუკრი მივიარეთ 3 კილომეტრი ზუსტად დანიშნული მქონდა ტელეფონში და ვნახე. და აი ისეთ მიკარგულში ვარ და ისეთ ადგილას ვარ, ეს მილი არ გეგონოთ რომ იმას ნიშნავს რომ რაღაც სოფელთან ახლოს ვარ. უბრალოდ დინარის თავისკენ არის რომ სუფთა წყალი მიეწოდებოდეს მე კონკრეტულ სოფელს, ეს არ ვიცი სად მიდის ან ასე შემდეგ. ჩვენ რა სოფელშიც ვიყავით იქით მიდის თუ როგორ არის არ ვიცი.
ოღოებით წავიდნენ. ესეძლის გავიძე. ნუ ახლა კიდე არაფერია, ზაფხული არის. ამ ზამთარს გადავიღე ვიდეო. -15 იყო. ხო და მივდივარ და გაყინო ტბას შევხვდი. მეთქი ნაპირზე გავივიდით ხო. გავიარე ნაპირზე და არ ჩატყდა. ჩავ თან აი ამის აი ესე ამოვიდა, ეს ჩამივიდა წყალი. ხო და ვიარე სველი თოთ ისა ეხებით მუხრებამდე თოლში. ეგეც სიცივეში. მივედი. როდისმე შეშამოვაგროვე, უცებ ცეცხლი დავანთე, გავიხადე, ფეხშველა დავდიოდი მაგ მომენტში უკვე. გავიხადე და სანამ ეს ფეხსაცმელები გაშრა მე. ხო, მოციცინათლები დახტენ და მარტო რაჭაში შემორჩენ მე მგონი, ძალიან არიან. ხელისტოტი გადმოვაწვინე, ჩავარჭე მიწაში, წინდები მაისური და მაგა ჩემ ფეხსაცმელებიც კარგად გაშრება. მეგობრებო, თავიდანვე არ გითხარით, ალბათ იკითხავთ, ტაისონი სად არისო? თქვენ არ იცით როგორ მინატრება და ტაისონის გარეშე არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ როცა საქმე ეხება თევზაობას, განსაკუთრებით კალმახს, ხო იცით კალმახი როგორი ფრთხილია. ტაისონი კი იცით, რომ წყლიდან არ ამოვიდოდა საერთოდ. შეტოპავდა და შევიდოდა სასურაო და დაგვიფრთხოდა მთლიანად თევზს რა. სწორედ ამიტომ ტაისონი დღეს ჩვენთან ერთად არ არის. გავკეთე. მეგობრებო, აქ ახლა კამერაში კიდევ არ ჩანს რა, ძალიან ბევრი ციცინათელა არის, აი აუარებლად ბევრი. ამდენი მინახავს ალბათ 10-12 წლის რო ვიყავი, მაგის მერე უკვე აღარ. ნუკრიმ დაჭრა აგეს სალათა, ნუკრის პატარა დანასაც წავიდა. პატარა დანე დანით რა შევჭამო. ყველი მიაყოლ, ვანი. აურა კაია. საჭმის კეთებას დავიწყებ უფრო სერიოზულად ცოტა ხანში. რაო დათუნია. ჩათვალეთ ახლა სადღაცა ძალიან შორს, აი მე სუნის გვიმრები მომიწვიტა და გვიმრებზე დავაწყებ რა, ნუ ფიცარზე რაც არ დაეტევა. აი მას ავაც ტყავს. ამას დაპატარება აღარ უნდა, ვერ დავაპატარებ, ცოცხალია. მე მგონი ჯობია პირდაპირ ძლებიანაა. აი ესე ხო. აბა ნუკრი. ბიჭო, გაჩუმდა არც ველოდი. როგორია? აი თამის ფსაფერი. მე დამიბრუნდა. აჰა, მოვიდა სი. დედა რა იქნება? ჯო. ეს რა ჩაკეტილია ხო? ხო. მამა დამელაპარაკე. ხურსაძის პატრი. ნოე. უთხარი მამა, დაუძახე. ვაიმე პატრი, რა თქმია? ახლა ნოე დაიცინეს მეგობრებო და ძილის წინ დავეშიდებოდა. ვაიმე ჩემი სიყვარული. ნოე რა საყვარელი ხარ? რა მამიკო, იცი სად ვარ მე? ძალიან შორს ვარ მამიკო. და ძალიან მაგარ ადგილა, შენ დიდი ბიჭი რო გაიზრდები, წამოგიყვან. კაი, კი რა გითხრა მამა? ახლა რა გაჩერდება სულ მამას დაიწი. მაგარი ბიჭი ხარ მამიკო. დედა არ გააბრაზე, მალე დაიძინე, კარგი? აჯიკაია სვანური მარელი ტრადიციულად. რომ ნუკლი დასუნე. ხო მაგარია. აი ქართულად არ მახსოვს მეგობრებო რა ქვია, T-bone რო ქვია ინგლისურად ამ ნაჭერს რა. ახლა ვამზადებთ ნამდვილი პრიმიტიული მეთოდით, პირდაპირ ცეცხლზე.
ზოგადად საქონლის ხორცი, როდესაც მაღალ ცეცხლზე ან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება, მაშინ არის ყველაზე გემრიელი, ყველაზე რბილიც და წვნიანიც. ახლა მეგობრებო, ჩათვალეთ მე და ნუკრი რაჭის მურადათვებს ვაგიჟებთ. შეიძლება მოგუშინაურდე ისეთ სუნი არის. რა მოვიდეს და არაფერი დაგუშაოს, დავისვა ვაგერ ვაჭრან. ისედაც. დარიგველი არის. ანკარა. დასაწყისი. აბა. ეხლა მრავალჯერ გვატაროს ასე მაგრა. დიე უნდა. ხორცი არ გავსიქო? აბა. ნუ დიეთი. რა კაია. გადაო. გარბილი არის. მე ხო იცით მეგობრებო, წვეთს არ ვსვავ, რავი, აი. მთელი ცხოვრება არის. ნუკრი არის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ესე ლაშქრობებზე სვავდი ხოლმე შავღვინოს, სუფთას. ესე 2-3 ჭიქა და დაველოცებოდით ხოლმე და ეგ იყო. აბა მიგვიბადო. ღმერთმა მრავალჯერ გვატაროს ასე დიდხანს. ბედნიერად, მაგრად, შენ სახით კარგი მეგობარი მყავ ბავშვობიდან და ყველაზე მაგარი მოგონებები ტყეში შენთან ერთად მაქვს. კიდე მრავალი ქონოდეს. აბა, გამიმარჯოს, ვერასეთ ლაქტუზის სამოსულიყავით. ღმერთმა ჯანი და შეძლება მოგცეს ამ ყველაფრის და სულ სამოსულიყავით. ნაცე კაი გვეჭამოს, კაი დაგვიდოს და კაი ბუნებაში ყოფილიყო. გამიმარჯოს. აუ მეგობრებო, ისე გემრიელად წამე ხორცი. ვერ აგიხტერ და წარმოიდგინეთ. ახლა ისეთ ადგილას ვართ, დაგენძრავებით, რომ გარშემო რამდენიმე დათვი მაინც არის რა. აი უეჭველი. უბრალოდ ახლა ჩვენ გვერდზე კი არ გეუნევით. ერთი აქეთ, ერთი იქ. დაგენახება რა. ხო არ დაგენახება. ხო და აი ამას რო წამ ასეთ გემრიელს, ასეთ მაგარ ბუნებაში რო ხარ, აი არც კი ვფიქრობ, რომ ან დათვიან რა არის გარშემო არაფერი. მოვიდეს თუ უნდა დავალევიო თაგე. ხო. ეს არის ნუკრის გაკეთებული ხვანჭყარა. სუფთა. არავსაო, მაგრამ კარგად კი უყლაწილი. მარტო ნუკრისთან ერთად, მეგობრებო, შანსი არა სხვაგან. საკუთარ ქორწილშიც არ დამილევი, არ ჯვრის წერაზე. არ დაბადების დღე მე არ ვიცი. აღდგომასაც არ ვსვავ. აი არასდროს არ ვსვავ რა. ალკოჰოლი მეზიზღება ძალიან, აი. ერთადერთი ნუკრისთან ერთად ვსვამ მხოლოდ შავღვინოს, სუფთა შავღვინოს, სხვას არაფერს. სხვა ალკოჰოლი არც გამისინჯავს და არც გავსინჯავ. ნუკრი ნახეთ, რა სისხლიანი არის. ნუკრიში გაიღვიძა პირველ ყოფილმა. მოგეთ ნუკრის ეს ხორცი ძალიან მოეწონა, თქვა რომ ასეთი გემრიელი საქონლის ხორცი ცხოვრებაში არ უჭამია და ერთი ღორის დედაცო, ასე თქვა. ხო და დაიმახსოვრეთ მეგობრებო, აი თბილისში რო ჩავართ, ნუკრის დავპატიჟებ ჩემ ქოხში და კიდე არაერთ ლაშქრობაზე. ისეთ საქონელს ვაჭმევ, ისე საქონელს, რომ აი იტყვის რომ ეს ყველაზე მაგარიაო. მერე იმის მერე კიდე იტყვის და ასე. ნუკრი კიდე გაისვრის მეგობრებო. ძილის წინ რა მაინც არ ღირს გარისკოთ. მაინც მეგობრებო ჯობია ნადირი დავაფრთხოთ რა. აქეთ ახლა მგლები არ არიან, ხო? ნუკრი გლებია? გლები არ არიან, ადრე იყვნენ მეგობრებო ძალიან ბევრი, არ ვიცი საწავიდნენ. ტურები არიან ძალიან ბევრი და დათვები.
ალბათ დათვები რომ მომრავლდნენ, მაგის გამოა გლების არ ყოფნა. მეგობრებო, ისეთ ადგილას ვართ. ინტერნეტი ხან არის, ხან არა რა. ჯობია ტყვიებით დავიძინოთ. ჩატენილი ჭიდით. არვიდან ორ ტყვიას ჩავდებ, მეტი არ არის საკმარის საჭირო. კი, მცველზე დავაყენე, მაგაზე არის დარდო. რაღაც გივიდა ფულის ჰაერში გულს. ჰაერი და ყოღოვები. მოკლედ მეგობრებო, კარავში ვართ, ჩვენზე არის დარდო, ძალიან კარგად ვცნობ თავს. რავი, სადღაც რომელ საათია ისე? რავი, ნახევარ 11 საკლია 9. სადღაც 5-ისკენ ნავდგეთ მეგობრებო, მაღვიძერას დავაყენებთ. მაგარ მაღვიძერო მიყენია ძაღლის ყეფა არის. ფაქსა. მაღვიძერას დავაყენებთ მეგობრებო, 5-ისკენ ნავდგებით, ეგრევე ჩაგერთვებით გადაღებაზე. დავიზინებთ, კარგად გამოვისვენებთ, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ ცუდი გზა გქონდა, რთული გზა. შევხვდებით ხვალ, აბა მაგრად მეგობრებო. დილამშვიდობისა მეგობრებო. 6:09-ია. ჩავიწმით ახლა და თევზაობას ვიწყებთ. მეგობრებო, გამოვცხადდით. აურა ლამაზია თქვენ არ იცით, აქ კარგად არ ჩანს. დავიწყებთ ახლა. როგორ ნისლია. Mela. Ecco. Dai. Hadi. Paglați, dați-le. Თხარი აწიე ბიჭო თქო. აქ კი მიხვდებით რომ ძალიან მაგრად დავიპენდი. ცხოვრებაში პირველად ვიჭერდი კალმახს და ვფიქრობდი რომ ნაპირთან მოვიყვანდი და მერე ხელით ამოვწერდი. უბრალოდ ზუსტად აქ დაუშვი შეცდომა და გამექცა. მაგრამ არის დარდოთ წინ გელით მთავარი. Mela მოვიყვანდა მე აწი, იგი არ დაგიც. აი. აწი. Что это? Ой, что-то изумлено. Хлеб дай сюда. უკვე მეორე კალმახია და გაშვების სიამოვნება ჯერ ვერ მივიღე, იმიტომ რომ მეორეც გაიქცა. პირველი ნუკრის გაიქცა წინა დღეს, მეორე უკვე მე. Ой, бичу.
თევზი ყავსი. ესეგი თევზი კიდია ზედ პარკესზე და ხეზე არის გამოდებული ძუა. ეგრე ნუიზავ გაწყდება. აქ მთავარი არის ის, რომ თევზი უნებელი ამოვიყვანოთ და შემდეგ გაუშვათ, თორემ აქ რომ მოწყდეს და სატყუარადი გაიქცეს, ჩემი აზრით მერე შეიძლება ვეღარც გადარჩეს. ხედავთ მეგობრებო, სად არის? ძალიან ცუდად გილეს არის. იქნება იქიდან მხრიდან ახტეს თევზი და გადმოტრიალდეს. ჩუმად იცოდე. რა ცუდადაა გამოდებული იმ ტოტზე რა. მეგობრებო, თევზმა იმდენი იხტუნა, ისე თვითონ გამოვიდა იქიდან. იმ ტოტზე რაღაც არის სხვაც გამოდებული და მონახეთ, რა კაი ზომა. მეგობრებო, გაშვებამდე რომ მოხსენით ნემსკავი. იცით რა ოდნავ ქონდა გამოდებული ტუჩზე. აი, რანაირად გაჩერდა იქ მიკვირს, რო არ გაწყდა, რო არ მოიძრო. ისე შანსი არის, რასაც მოუშვებთ, იგივე რა. მე დღეს არ. შეშმებული ხარ. მიდი ნოկრ ჩააგდე. არ გეგონოთ რომ ნუკრი ჩემგან განსხვავებით ამბოს გამოცდილი ან კალმახიებებით დაუჭერია. როგორც თვითონ მითხრა ამბოს ანკესი პირველად ეჭირა. არადა რომ მოვდიოდით ნუკრის იმედი უნდა მქონდა. ჩუმად. კიდევ დაიჭირა. მიდი ნუკრი, მიდი. ბიჭო, კაი დიდი ჩანს. და იგივეა, არა შანსია შეეშინდებოდა. მეგობრებო, ეს ყოფილა უდიდესი სიამოვნება რა და როგორ არ ვიცოდი აქამდე. დაჭერა ხო? ჯერ ხო ეს ყველაფერია ძალიან სასიამოვნო. მერე რო გწნო უფრო, კალმახი წამოიგონა რო. გაჩვდა თავისიც თავისას ეკაჩე. მერე რომ მოხსნი და გავუშვებ. რა ულამაზესი არის. ძალიან მაგარი არის. მოკლედ 4 დავიჭირეთ გავუშვით. 3 დიდი დღეს, 1 პატარა გუში. აი პატარა შეიძლება ისევ წამოვიდეს. ესენი ახლა რაც გავუშვით არ მქონია, დავთხებოდნენ შემორულები იქნებიან სადმე. მეგობრებო, რაც მოვედით გუშინდელს მერე ვიყენებდით ამას. ახლა შევცვალე, სხვა ფერი დავაყენე. ნახოთ, აბა იქნება შედეგი გამოიღოს. ნუკრი მითხრა, რომ რამდენჯერაც ამ ადგილზე ხალხმა გაიგო, იმდენჯერ გაწყვიტეს თევზიო, მერე ხელა გამრავდაო. ხოდა ეგრე ვინც იქცევით. რავი, აი,
სისხლები ხართ რა, არაკაცები. რატო წვიტავთ? აი, ბრაკონიერებზე უნდა იყოს უმკაცრესი კანონები ჩვენს ქვეყანაში. დაიჭირე გაუშვი რა. ნახეთ რა ამასი ადგილია ჯერ მარტო. ნემსიყლაპია, ყველაზე ჩიგარი მწერი. კოხვების გამანადგურებელი. დღეში კლავს ნემსიყლაპია, სადღაც 150 კოხოს თუ 250. მეგობრებო, ადგილი შევიცვალეთ. სატყუარა შევცვალეთ. ახლა სილიკონი დავაყენეთ და ნახოთ აბა რა იქნება. უფრო გართულდება ახლა წესით საქმე, იმიტომ რომ თვითონ მდინარეზე ვართ გადმოსულები. ესე მარმარე ვიცვით ადგილებს. კაი ზემოთ ამოვედით ჩვენი ყავიდან. წვიმასაც წიწიწი. ჩავდივართ მეგობრებო ისე ქვემოთ დაგუბებულისკენ. რამდენი გვიმრა როგორ მიყვარს. მოკლედ დავუბრუნდით ჩვენს ადგილს და ცოტა წვიმს წინწკლები. მეგობრებო, მე და ნუკლი ფიქრობთ, რომ თევზი აღარ მოვა რა. სულ 4 დავიჭირეთ, გავუშვით. 2 იყო, 1 აქ გამექცა დღეს. გუშინ 1 ნუკლიმ გავუშვა, 1 დღეს გავუშვა, 2 მე გავუშვი. გონი აღარ მოვლენ რა. ძალიან დავაფრთხეთ ალბათ თევზები. მეც მანამდე კაი ხანი ვცდილობდი ცალკე ნუკლი, მაგრამ არაფერი არ მოდის. არა უშავს. რაც იყო ძალიან მაგრად გავერთეთ და უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. ავბარგდით მეგობრებო. წავედით სახლისაკენ. გადავინაწილეთ ვარგი. გუშინ არ დაკვირები ვარ ამას კარგი. წვიმს. და აქ არის რაღაც წყლის მილი, რაც ჩვენთან იყო. კარავთან. რაღაცა ბილიკიც არის და მიუყვებით, აბა ვნახოთ სად წავალთ. იგივე გზით წასვლას არ ვაპირებთ. ძალიან ცუდი გზა იყო. იქ არის მეგობრებო სავარაუდოდ არწივის ბუდე. ნახეთ. ძალიან მაგარია, რომ მოდიოდით მაშინ შევნიშნე და მეთქი მე ვაჩვენებ თქვა. აი რომ მითხარი წეგან ფრთხილად იყავიო. ის როგორი ხმა იყო? თუ ხორ გავაღვიძეთ. დათუჩია. მედი არ გავაღვიძეთ. აი 100%-ით ვიცი რომ დათვის ხმა იყო.
გითლია იღო უკრემ შენიშნა წერა აუ პატარა რო იყოს წავიღებდი რომ ხელა რა დღეს იქნება შეხედეთ ეს არის ჯორი ნიჟარა ეს შენიშნა უკრემ წერან ქვები არის დაალაგებული ნახეთ ერთმანეთზე იდეალურად ესე იგი აქ ოდესღაც ცხოვრობდა ხალხი აი მთელი გამოყოლება კედელივით არის ნუკრი ორივე ის არის ანკესის ორივე მხარე? კი. გზაში მაინც შევამოწმოთ ხოლმე. აქეთ ვართ მე და ნუკრი. ალბათ ესი გადადის რა სადღაც და ჩვენ უნდა მივიდეთ აიქ გორას ხო ხედავთ. მანდ უნდა მივიდეთ ახლა. სხვა გზით მოვდივართ და ასე გვიწევს. მე იმ გორიდან მანქანასთან უკვე მარტივად ჩავალთ. ხო ეს მარტივი გზა არის უფრო და ეხა ნაწუმარიც რო არის თან. იმზით უკან რო გადავიდეთ. საშინელება იქნებოდა. ამაში ხედეთ ნუკრი ნამხელა ეკარა იბო. ой, დამოვიდა. ეხა შემოვედით გვიმრების ტყეში. ჩვენზე მაღალი გვიმრები არიან. და ამას დამატებული მაყვავი. ყველა საშინელი. უფრო დიდი გვიმრებია აქ. ნუკრი არის ხო უეჭველი ბილიკი? არიცი? ო ეს ცუდია. სადავბოდი ალოს მეტა ისოდი. დიდი სირთულეების მერე სავარაუდოდ დაუბრუნდით ბილიკს. ბილიკი არ ქვია ამას. ვიღაცამ ჩვენსავით თუ გაიარა. ამის გავეშვიგით. ფეხები სულ დაგლეჯილი მექნება. ტურა იქნება სავარაუდოდ. გელი რო იყოს დიდი კანაჭები ექნებოდა წინ. გრისას ისა აქ. ესეც ნახე აი. აქაც. აგერ და ეს ნახე ტორი მოლებული. უი, დათვი. აჰა, მთელი გზა ნუკრის ევნებოდი. ერთი ნაკვალევი არ გვინახავს თქო და. აქ იქნება ხა ძალიან ბევრი ნაკვალევი სულ. კი. ნაველი იქნება ახლა. ჩამოვედით მეგობრებო მანქანაში როგორც იქნა უღოთ ჩვენ მანქანასთან პირდაპირ კი ჩამოვედით. ზევიდან მოუვარ. ზე ესე კრუგივით დავარტყით რა. იბე, გალუმპულები, სველები, ცოტა დაღლილებით. დაღლილები და დაჩხოტილები ეკლები. აუ ხო სუდა სერილები ვართ. შენ განსაკუთრებით რას გიგავიქ ხელი. აუ ჩვენ სიმაღლე ეკლებში ვიარეთ. მოკლედ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და სხვა დროს შევხვდებით ხო ვიდეოში და მე და ნუკრი სადაც ვიქნებით ხო იცით სიგიჟე იქნება რაღაც. აბა კარგად. აბა მაგრად მეგობრებო.